საღამო მშვიდობის. ეს გახლავთ პოდკასტი 40+. მე გახლავთ თამარ ციციშვილი ქაუგილი, ექიმი, დერმატოლოგი, კოსმეტოლოგი, ხათუნა მუზაშვილი, ფსიქოლოგი და ჩვენ გახლავთ აი ამ პოდკასტის წამყვანები. უკვე პირველი გადაცემის შემდეგ შემოვიდა კითხვები, ხო, ხათუნა და ჩვენ შევეცდებით ნაწილ კითხვებს გავცეთ პასუხი და კიდევ სხვა თემებსაც შევეხოთ, რაც ძალიან საინტერესო იქნება ჩემი გადმოსახეთიდან. ძალიან დიდი მადლობა ჩვენს პირველ გამომწერებს, რადგან უკვე ყავს პირველი გამომწერები ჩვენს YouTube გვერდზე და თქვენ თუ ახლა გვიყურებთ, აუცილებლად გამოიწერეთ ჩვენი არხი 40+, რომ არ გამოგჩეთ სიახლეები. ჩვენ საუბრობთ 40 გადაცილებულ ადამიანებზე და 40 გადაცილებული ადამიანებისთვის და ძირითადად საუბრობთ იმაზე, როგორ შეიძლება ჩავატანოთ ცხოვრებას გემო. რადგან როცა ნახევარ საუკუნეს უახლოვდები, ან უკვე შეგიძლია თავმად თქვა, რომ ნახევარ საუკუნის გადაცდი, ეს ნამდვილად არის ის დრო, როდესაც ცხოვრებას გემო შეგვიძლია რომ ჩავატანოთ. თაკო, რომ გადავხედოთ ძალიან ცნობილი ადამიანების აზრებს ასაკთან დაკავშირებით, მათ შორის არიან ჰოლივუდის მსახიობები, არიან ცნობილი მწერლები. ისინი თვლიან, რომ გაცილებით კარგად გრძნობენ თავს, თავიანთ 50-60 თუ 70 წელიწადში და ამბობენ, რომ არასოდეს არაფრის დიდებით არ გაცვლიდან ამ გააზრებულ პერიოდს, იმ პერიოდზე, როცა საკუთარ თავს ეძებდნენ და 20-25 წლის იყვნენ. შენ რა სიტყვი ამ თემაზე? მე სხვათა შორის ძალიან ხშირად მიფიქრია ამ საკითხთან დაკავშირებით და შემიძლია ვთქვა, რომ აი მახსოვს, რომ 32 წლის რო გავხდი, მაშინ ვამბობდი, რომ აი ეს არის საუკეთესო ასაკი. აი კარგად მახსოვს, რომ ვამბობდი, რომ აი მე უკვე გავიზარდე, ეს იყო 32 წელი და ზევით. მერე 42 წლის რო გავხდი, მე აღარ გავაგრძელებ ახლა უკვე ასაკზე, ჩემს ასაკზე ლაპარაკს. ფიქრობ, რომ ასაკი რომ ემატება ადამიანს, მისი, როდესაც გააზრებულობაზე, როდესაც არის და გაცნობიერებულ ცხოვრებაზე, პიროვნულ ზრდაზე, როდესაც არის ლაპარაკი, მისი აი შეგრძნებები ძალიან იხვეწება. კი, ნამდვილად. ძალიან იხვეწება და ცხოვრება ხდება უფრო ხარისხიანი. ზუსტად იცი რისი გაკეთება გინდა, რატომ გინდა ამის გაკეთება. რაში გამოიყენებ ამას ყველაფერს? რაც ახლა 20-25 წლის ასაკისთვის შეიძლება სულაც არ იყოს. იღებ გამოცდილებას და უფრო ხარისხიანად და სწორად გეგმავ შენ ცხოვრებას, ვიდრე ახლა აი ამას სიტყვაზე ადრე გააკეთებდი. შენ გითხარი თუ შეიძლება ხათუნა რასთან არის ეს ყველაფერი დაკავშირებული? იცი რა, შემიძლია ამ კითხვას პასუხი გავცე როგორც ჩემი პირადი გამოცდილებით, ასევე იმ გამოცდილებით, რომელიც დაგროვდა, ხო, ფსიქოლოგიაში ადამიანების დაკვირვების განმავლობაში. ადამიანების დაკვირვების პერიოდში უბრალოდ და სანამ ჩვენ ვართ 25, 30, 35 წლის, ჩვენ ვახორციელებთ რესურსების ჩადებას, ხო, საკუთარ ცხოვრებაში, საკუთარ კარიერაში, ურთიერთობებში, პიროვნებაში და ასე შემდეგ. და ზოგადად როგორც ნებისმიერი პროექტი ჩვენი ცხოვრებას თავიდან ითხოვს რესურსების ჩადებას. ხანდახან არც კი ვიცით ეს რესურსები საიდან მოვიდანოთ ხოლმე, მაგრამ ვაშენებთ. ხანდახან არც კი ვიცით რას ვაშენებთ, რადგან აი ელემენტარული პროფესიას იმას აქში ვირჩევთ, როდესაც გააზრებულად არც კი ვიცით რა არის ეს პროფესია. ხო, ჩვენ ხო ინტუიციურად ვირჩევთ ხოლმე პროფესიას, იმდენად პატარები ვართ მაშინ. და როდესაც უკვე გააზრებულ ასაკში ვართ, სულ სხვაგვარად ხდება ყველაფერი იმის აღქმა, რაც ადრე იყო ძალიან მტკივნეული. ნუ აი მაგალითად, როდესაც 25 წლის ასაკში მაგალითად პირველად მეტკინა გული, ან პირველად ღალატის განვიცადე, ან დაცემა განვიცადე. რა თქმა უნდა, ეხაც გვტკივა რომ ვეცემით, მაგრამ ვიცით რომ წამოდგომის შემდეგ უფრო ძლიერები ვართ. ვიცით რომ ეს წამოდგომის ენერგია შეგვიძლია გამოვიყენოთ და ასე შემდეგ. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 25 წლამდე ჩვენ ვაგროვებთ გარკვეულ სტატუსებს, სერტიფიკატებს, სტატუსებს, დიპლომებს. აი სხვათა შორის დავკვირვები ვარ, რომ გოგონები ამბობენ ხოლმე, რომ
სანამ უпростоრეთ თუ 30 წლამდე რაღაცა ვთქვათ სწავლა ვერ მოვახერხე, ავდექი და ოჯახი მაინც შევქმენი და შვილი მაინც გავაჩინე. აქ ეხა საუბარი იმაზე კი არ არის, რომ რომელიმეს ალტერნატივაა. უბრალოდ ძალიან მნიშვნელოვანია 30-35 წლის ასაკისთვის მე მოვიხედავ და ვხედავდე რა გავაკეთო და რა შექმნილი მაქვს უკვე. და შემდეგ 30-დან მოდის ერთი გარკვეული 15 წელი, ეს არის პერიოდი, როდესაც მე ამ მოგროვებულ რესურსებს ვიყენებ და ვხარჯავ. და აი უკვე 45-დან გავდივარ flow-ში და ვიწყებ სიამონების მიღებას. ან ვერ ვიწყებ სიამონების მიღებას და აქ ძალიან მნიშვნელოვანია ვნახო რა არ არის ისე როგორც უნდა იყოს. იმიტომ რომ 45 წლის ასაკისთვის უკვე უნდა ვიცოდე რა მინდა. ან იმას მაინც უნდა ვხვდებოდე რომ ეს არ მინდა, სადაც ვარ და უნდა შემეძლოს უარის თქმა, რადგან ძალიან ხშირად ადრეულ ასაკში ჩვენ უარის თქმა არ ვიცით, მაგრამ 50 წლის ასაკში თუ მე უარის თქმა არ ვიცი, მე ვერ გავიზარდე და უნდა ვისწავლო. აუცილებლად და რა თქმა უნდა სურვილი უნდა გქონდეს იმისა, რომ პირველ რიგში უნდა პრობლემა იცნო და პასუხისმგებლობა აიღო ამ პრობლემაზე, რომ ის არის შენი. მხოლოდ ამის მერე შეგიძლია რომ რაღაცა კონკრეტული საკითხი მოაგვარო. სხვათა შორის ეხლა რომ ამბობდი რომ ჩვენ რაღაცებს ვაგროვებთ, რაღაცებს ვაკეთებთ და არც ვიცით რა ვაშენებთ და არც ვიცით რას ვაშენებთ. ეხლა გამახსენდა რომ რამდენიმე ხნის წინ ვფიქრობდი ამაზე, იმიტომ რომ მე საერთოდ წინა გადაცემაშიც ვილაპარაკეთ ამაზე, რომ ეს სიახლეები ძალიან მიყვარს და ახალი რაღაცები, ძალიან ინტერესიანი ადამიანი ვარ და სხვათა შორის სულ ასეთი ვიყავი და ხან რას ვაკეთებდი. იქ ვქსოვდი, ვკერავდი, იქ მღეროდი, ვუკრავდი. უამრავ რაღაცას ვაკეთებდი და მე რაღაც დადგა დრო, როდესაც მე საბოლოოდ ჩამოვყალიბდი რა მინდა და ეს მართლა არაჩვეულებრივია, იმიტომ რომ საბოლოოდ ვილაპარაკია კიდევ ჩვენ იმაზე, იმიტომ რომ საბოლოოდ დღესდღეობით ჩემი სპეციალობა ჩემთვის არის ჰობიც და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჰობიც და ჩემი ძირითადი საქმიანობაც, იმიტომ რომ ყველა ახალი შემთხვევა, რაც არ უნდა იყოს იმ დღეს 10 ჯერ რომ მქონდეს გაკეთებული, ისეთივე აღფრთოვანებით და ინტერესით ვიწყებ, როგორც წინას. და ცოტა გული მწყდებოდა ამაზე. ხათუნა იცი რომ ფიქრობდი რომ ეხა ადრე რასაც ვაკეთებდი, ფაქტურად აღარაფერს აღარ ვაკეთებ, იმასაც ცოტა გული მწყდებოდა, რომ რისთვის მოხდა ისე, რომ ამას ესე კარგად ვაკეთებდი, იმას ესე კარგად ვაკეთებდი. ყველაფერს ხო, ეს რაც მე ბოლომდე მაინტერესებს, იმას ვცდილობ რომ და კი არა, იმას ყოველთვის ბოლომდე რაღაცა დიდი ინტერესით ვაკეთებ და საბოლოოდ ძალიან სერიოზულ შედეგს ვაღწევდი ყოველთვის. მაგრამ მე რას მივხვდი, იცი? რომ ეს ბევრი რაღაცის კეთება ჩვენ საბოლოოდ გვეხმარება ჩვენს პროფესიაში, რომ ვიცოდეთ, რომ რაც ჩვენ გვინდა, რაც მე მინდოდა ოდესღაც იმას საუკეთესოდ ვაკეთებდი და იმაში რომ შენ თავში იყო დარწმუნებული, რომ შენ რაც აირჩიე საბოლოოდ იმასაც საუკეთესოდ გააკეთებ და ეს იყო ძალიან სერიოზული შვება ჩემთვის. ძალიან სერიოზული, რომ ის ტყუილად არ მიკეთებია. და რა მაინტერესებს, იცი რომ მაგალითად ხო, ყველანაირი ადამიანები დადიან შენთან. რა უნარჩუნებს ადამიანს ამ შინაგან მუხტს, რომლითაც იმან უნდა იცხოვროს დაუშვათ 100 წლამდე. ახალგაზრდული შემართებით, კი ბატონო. იცი, ამ მუხტს მე ვფიქრობ, ზუსტად ის ინტერესი უნარჩუნებს და სიახლეების შესწავლა. სანამ ადამიანს აქვს სურვილი განვითარდეს, სიახლეები შეისწავლოს, სიახლეები ნახოს, ეს ცნობის მოყვარეობა ბავშვური სანამ აქვს და სანამ აძლევს თავს უფლებას მიყვეს ამ ცნობის მოყვარეობას, ფაქტიურად ის შინაგანად არ ბერდება. და შინაგანად, როდესაც ჩვენ არ ბერდებით და საკუთარი შინაგანი მდგომარეობა გვაქვს 18 და 20 წლის, სხეული გაცილებით უკეთ მოყვება, ვიდრე ვიღაცა სხვა, სულ რო რაღაცა განსაკუთრებული ჩარევა არ ხდება. რა თქმა უნდა, ენერგია გამომუშავდება. გარდა ამისა, ნახე ამ საუკუნეში, რა თქმა უნდა, აქვს რაღაცა გარკვეული ამ რაღაცა ნეგატიური ტენდენციებიც წამოვიდა ამ საუკუნეში, ამ გაახალგაზრდების გარშემო, მაგრამ არის ბევრი პოზიტიური
პოზიტიური ტენდენცია და ერთ-ერთი არის თვითზრუნვა. თვითზრუნვა ადამიანები საკუთარ თავზე ზრუნავენ. ადრე, როდესაც მე ვხვდებოდი საზღვარგარეთ და ვხედავდი, რომ ძირითადად 5 ვარსკვლავიან სასტუმროებში ძალიან კარგ კურორტებზე ისვენებდნენ 60 გადაცილებული ადამიანები და მაშინ მე ვიყავი 20 და 25-ის, ხო? მიკვირდა, იმიტომ რომ 25 წლის ასაკში გონია, რომ 60 წლისა საერთოდ არ უნდა, რა უნდა საერთოდ, ყველაფერი შენ გინდა. ყველაფერი დამთავრებული აღარ არსებობს. კი. და მიკვირდა, მაგრამ ეს არის ლოგიკური. იმიტომ რომ სანამ შენ დაიმსახურებ, ხო, შენ ცხოვრებაში და მიხვალ იქამდე რომ შენ შეგიძლია დაისვენო 5 ვარსკვლავიან სასტუმროში თუ რაღაცა კუნძულზე და საუკეთესო პირობებში, შენ ეს ყველაფერი უნდა შექმნა. და სხვადასხვა იმ ქვეყნებში, სადაც ამას ადამიანები თავად ქმნიან, გაცილებით უკეთესად არის საქმე, ვიდრე იმ ქვეყნებში, სადაც მშობლები ამ ყველაფერს თავიანთი შვილებისთვის ისე ყიდულობენ, რომ შვილები არ ანძრევენ ხელსაც. ეს საერთოდ სხვა თემაა, მაგრამ ხალისი კიდევ ერთხელ ვიტყოდი, რომ ეს არის ხალისი, ეს არის მუდმივი განვითარება, მუდმივი სიახლეები, საკუთარი თავის პატივისცემა, აუცილებლად, მუდმივი განვითარება და საკუთარ თავზე ზრუნვა. რადგან ჩვენ პიროვნულად თუ ვითარდებით, ეს თავის თავში აუცილებლად გულისხმობს იმას, რომ ჩვენ არასოდეს არ მოგვბეზრდება. კი, ისევ და ისევ მივედით პიროვნულ განვითარებამდე, მაგრამ ნახე, აი მაგასაკამდე, როდესაც შენ რაღაცა უკვე შექმენი და გაქვს იმის საშუალება და უფლება, რომ დატკბე შენი შექმნილით, ხო, უნდა მიხვიდე არა? ხო არიან ადამიანები, რომლებსაც აი ესე ჩვენი გადმოსახედიდან საოცარი ცხოვრება აქვს, ძალიან საინტერესო. მე ასე ვფიქრობ და მე ასე ვხედავ, რომ უსაზღვროა ინტერესი და აი ახალი რაღაცები, ეს ახალი უსაზღვროა, ეხლა შენ ახალი ინტერესები შეიძლება იყოს იმდენი, რომ ამას შენი ერთი ცხოვრება არ ეყოფა, მაგრამ აი ჩვენი გადმოსახედიდან, როდესაც არიან ადამიანები, რომლებსაც აი ყველაფერი აქვთ, ასეთი საინტერესო ცხოვრებით ცხოვრობენ და ცხოვრებას ამთავრებენ კონკრეტულ ძალიან ახალგაზრდა ასაკში. თვითონვე ამთავრებენ. თავის გადაწყვეტილებით წყვეტენ განვითარებას, გინდოდა კი. წყვეტენ განვითარებას. თუნდაც ფიზიკურად ამთავრებენ ცხოვრებას. აი ამისი მიზეზი რა არის? იცი რა, ძალიან მრავალფეროვანი შეიძლება იყოს ამისი მიზეზი. ეს ასე ცალსახად ვერ ვიტყვით, იმიტომ რომ ინდივიდუალურად განიხილება თითოეული შემთხვევა. იმიტომ რომ იმდენი ნიუანსია იქ, მაგრამ ერთი არის ცალსახა, რომ ეს არის ჩემი გადაწყვეტილება. მე შეიძლება გადავწყვიტო და დავამთავრო, მე შეიძლება გადავწყვიტო და უსასრულოდ გავაგრძელო და მისია შევასრულე და წავედი? კი, აი რა ვიცი, არ ვიცი, კონკრეტული შემთხვევები უნდა განვიხილოთ, იმიტომ რომ ბედნიერება ეს არის გადაწყვეტილება. ხო? ის რომ მე ახალგაზრდა დავრჩე მუდმივად, შედარებით ახალგაზრდა, რა თქმა უნდა, არავინ არ საუბრობს იმაზე, რომ 60 წლისა ვიყოთ 18 წლის. განწყობით და დამოკიდებულებით. დამოკიდებულებით, შესაბამისად ფიზიკური აქტივობით, ხო, შესაბამისად ინტერესებით განვითარდე, ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება. ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ ოჯახში ვიზრდებით და მაგალითს ვინ გვაძლევს. მე ხა მაგალითად ყავს დედა, რომელიც მაძლევს მაგალითს სულ დადის მთებში 80 წლის ხდება კი ესწრება ვებინარებს, ესაუბრება ხელოვნურ ინტელექტს და ასე შემდეგ. და როდესაც მოყვება, ასე ვთქვათ, ოჯახიდან კიდე უფრო მარტივია. მაგრამ თუ ოჯახიდან არ მოყვება, არასოდეს არ არის გვიანი, რომ ჩვენ ვიყოთ ჩვენ ოჯახში და ჩვენ გვარში ის პირველი, საიდანაც დაიწყება საკუთარი თავის პატივისცემა და საკუთარი ცხოვრების. რა თქმა უნდა. ძალიან მნიშვნელოვანია. იცი რა მინდა რომ გავშალოთ, ახლა შემოვიდა ესეთი კითხვები მოგწერეს ჩვენმა მსმენელებმა, რომ ნეგატიურ ტენდენციებზე ვისაუბროთ. ალბათ უფრო ნეგატიური ვნახოთ რა ხდება იმის იქით. აი მაგალითად, თუნდაც სილამაზის გარშემო არსებობს ესეთი გარკვეული ტენდენციები, რომ ყველა სალონში შეიძლება ადამიანებმა მივიდნენ და გაისწორონ ნაოჭი და შეიძლება სულაც არ კონდეს განათლება სამედიცინო, მაგალითად კოსმეტოლოგს, რომელიც ნაოჭს ასწორებს. აი ამ თემაზე რომ ვისაუბროთ. ასევე შემოვიდა კითხვა, რომ მართლა შესაძლებელია თუ არა, რომ მაგალითად ცხვირის ან სახის სხვა ნაწილის გაკეთების შემდეგ ფატალურად დამთავრდეს ეს ყველაფერი ადამიანი ან დაბრმავდეს, ან გარდაიცვალოს და მინდა რომ ეს ტენდენციები განვიხილოთ და ეს მითებით დავამსხვრიოთ, იმიტომ რომ ზოგადად ადამიანებს აწუხებთ ეს კითხვები და პირველ გადაცემაში, როდესაც ზოგი ჩვენი მსმენელი იყო გვიცნობდა, ზოგმა ეხლა გაგვიცნო და აი როგორც ექიმთან აქვთ შენთან ეს კითხვა.
მოდი დავიწყოთ იქიდან, ჩვენ პირველ გადაცემაშიც ვისაუბრეთ ამაზე, რომ ესთეტიკური მედიცინა, ინექციური კოსმეტოლოგია, ეს არის სუფთა სამედიცინო მიმართულება და არც განიხილება, რომ ამას ამ პროცედურებს ატარებდეს სხვა სპეციალობის ადამიანი, რომელი სპეციალობისაც არ უნდა იყოს. ნახე, ძალიან ხშირად ადამიანები ფასის გამო, ხო, იხევენ უკან ფასის გამო. რის და მე ფასად? მსმენია, ხო, რის ფასად და რაღაცა ძალიან იაფად, მაგალითად მეოთხედ ფასად, რაღაც კოსმეტოლოგთან, რომელსაც შესაბამისი განათლება არ გააჩნია, იტარებენ გარკვეულ პროცედურებს. რითი რისკავენ, მოდი ესე ესე ვთქვათ. იცი რა არის ძალიან ბევრი რაღაცით რისკავენ, ზუსტად ამიტომ არის ძალიან ბევრი გართულება. რასთან ურთიერთობაც ჩვენ გვიწევს უკვე, იმიტომ რომ სადღაც გაიკეთა, არ მოეწონა არაუშავს კიდე, იქ მოხდა გართულება, რომელსაც ის ადამიანი, ვინც გააკეთა, საერთოდ პასუხისმგებლობას იხსნის ამის განყოფა და ჩვენ გვიწევს ამასთან ურთიერთობა, რაც საკმაოდ რთულია, პაციენტი მოდის შეშინებული სასოწარკვეთილებაში და ასე შემდეგ და ჭირდება დრო უიმედოდ და ასე შემდეგ და და ამას სამაგი უჯდება საბოლოო ჯამში. აუცილებლად სამაგი უჯდება, იმიტომ რომ საერთოდ ახლა მედიცინას თავი დრო დავანებოთ, საერთოდ ყველაფერს ჭირდება, ნებისმიერ საქმეს ჭირდება პროფესიონალი, ხო? აი ხა წარმოიდგინე, რომ მე ვარ ექიმი, უნივერსიტეტი, რეზიდენტურა, ყველაფერი ვარ ექიმი და უცბად რომ გადავწყვიტო, რომ წავიდე, მინდა რომ აპენდექტომია გაუკეთო ვიღაცას, ანუ ბრმანწლავის ოპერაცია მინდა გაუკეთო ვიღაცას. ჩავრთე YouTube-ი, ვნახე როგორ აკეთებენ და შევედი პირდაპირ საოპერაციოში. ეს ხო შეუძლებელია, მიუხედავად იმისა, რომ მე ვარ ექიმი. ამის გაკეთება ხო შეუძლებელია. რანაირად შეიძლება? ჩემი აზრით ისინი საერთოდ არ ფიქრობენ ამაზე და ზუსტად აი ის კითხვა მოდის, რომ გახსოვს წინა გადაცემაში იყო ზუსტად მაგაზე ლაპარაკი, რომ პაციენტები მოდიან და თავის თავს ცოცხალ ადამიანად ვერ აღიქვავენ. ისინი ვერც თავის თავს აღიქვავენ და ვერც პაციენტს ვერ აღიქვავენ ცოცხალ ადამიანს. იმიტომ რომ ისეთ რაღაცებს უკეთებენ და საერთოდ გართულებებზე არც ფიქრობენ. რაცადა თან რომც იფიქრონ, ვერც თავიდან აიცილებენ იმიტომ და რომ არ აქვს შესაბამისი განათლება. რა თქმა უნდა, არ აქვს შესაბამისი იცი რა, განათლება. აქედან ხო არ წამოვიდა აი ეს რაღაცა გავრცელებული შიში, რომ მაგალითად ცხვირის გაკეთების დროს შეიძლება დაბრმავდე ან რაღაცა დაგემართოს აი ამ შემთხვევების გამო. ეხლა ნახე რაშია საქმე. გართულებებზე ლაპარაკი, ეს არის აბსოლუტურად სამართლიანი პაციენტებთან. პაციენტმა აუცილებლად უნდა იცოდეს პროცედურის მიმდინარეობა, რა გართულება შეიძლება. ეს ყველაფერი იწერება ამ შეთანხმებაში, რასაც კითხულობს პაციენტი, კითხვებს გისვავს აუცილებლად და შენ ვალდებული ხარ ყველა კითხვაზე გასცე პასუხი. იცი რა გამახსენდა, საოპერაციოდ როდესაც შედიხარ, ნებისმიერ ოპერაციაზე, სადაც ნარკოზი გიკეთდება, თუნდაც მარტივი ოპერაცია იყოს, აუცილებლად გაწერინებენ ხელს, ხო, აი რასაც შეიძლება ყველა გართულებაზე, რომ ეს შესაძლებელია ასე მოხდეს. ნუ რა თქმა უნდა, კი ბატონო, რა თქმა უნდა, ყველაფერს აქვს თავისი სამედიცინო დანიშნულება და საერთოდ ჩვენს ორგანიზმს, ჩვენს სხეულს აქვს თავისი წესები. ჩვენი სხეული კონკრეტულ ჩარევაზე რეაგირებს ასე და ეს არის ცნობილი, ხელმისაწვდომი ყველასთვის ეს ინფორმაცია და ეს პაციენტმა აუცილებლად უნდა იცოდეს. რაც შეეხება აი ამ გართულებების სიმძაფრეს კი არა, აი ამ ინფორმაციის მიწოდების სიმძაფრეს. ეხლა ნახე რაშია საქმე. საერთოდ, როდესაც რაღაცა ახალი შემოდის, ახლა თქვათ ახალი ჩვენი სფერო არ არის, მაგრამ როდესაც რაღაცა ახალი შემოდის, საზოგადოების დიდი ნაწილი ხვდება კრიტიკით. რატომ კრიტიკით? ეს მე მინდა რომ ამაზე შენი ლაპარაკო. მაგალითად ახლა მახსენდება, აი მაგალითად გამახსენდა ეიფელის კოშკი, რომელიც პირველად რო აშენდა, ეს იყო გაიარა კრიტიკის ქარცეცხლში და დღეს კიდევ ეიფელის კოშკი არის პარიზის და საფრანგეთის სახე, ხო? დაუბრუნდეთ ისევ ჩვენ სფეროს. ყველაფრის იწყება კრიტიკით, მერე ნელ-ნელა მიმღებლობა ამისი ყველაფრის და მერე უკვე იწმინდება. ეს ეტაპები არის სრულიად საყოველთაო. ყველა ქვეყანაში, სადაც უფრო ადრე შევიდა ეს ესთეტიკური მედიცინა, ინექციური კოსმეტოლოგია, ეს ყველაფერი გამოიარეს და რაღაც ქვეყნები არსებობს, სადაც მოუწევთ აუცილებლად ამისი, მაგრამ დღეს
ჩვენ კონკრეტულ ეტაპზე ვართ, როდესაც მ, ნეგატიური ინფორმაცია მიეწოდება მოსახლეობას რა იყო, საზოგადოებას, ხო? ნეგატიური ინფორმაცია ნეგატიური მხრიდან. რომ როდესაც ჩვენ ამბობ რაღაცის გართულება შეიძლება იყოს ეს, ამას აუცილებლად უნდა დააყოლო რა შემთხვევაში შეიძლება იყოს ეს და რა შეგვიძლია ჩვენ რა ვიღონოთ. შეგვიძლია ჩვენ ვიღონოთ ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ნახე აქ კიდე ერთი საკითხია. მე მაინტერესებს, ასევე შენ მინდა რომ მითხრა, რომ რატომ იტაცებს, აი ატაცებას გულისხმობ საზოგადოება ამ ნეგატიურს და რატომ არ ამოწმებენ, დღეს ხო ყველაფერი ხელმისაწვდომია, ხო? რატომ არ ამოწმებენ ამ ინფორმაციას, რამდენად მისაღებია, რამდენად სწორია, ვინ ლაპარაკობს და კიდე ერთი რაღაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ როდესაც ამაზე არაპროფესიონალი ლაპარაკობს, ხო, დაუშვათ რაღაც ნეგატივია ის დაგემართება, დაბრმავდები თუ დაყრუვდები თუ რა ვიცი, რას დაგემართება, იმისი უფრო სჯერათ, ვიდრე როდესაც პროფესიონალი გამოდის და იძახის, რომ ეს არის ასე. ამას ეს მოყვება იმას, ასე შეიძლება ავიცილოთ თავიდან და ასე შემდეგ. აი, თუ შეიძლება მინდა რომ შენ ილაპარაკო ამ საკითხთან დაკავშირებით. იცი რა, ეხლა ეს ალბათ საზოგადოება ყველა ასე არ ფიქრობს, ხო? არა, ყველა არა, საზოგადოების დიდი ნაწილი მე ვთქვი. თუმცა კი ადამიანები არიან მიდრეკილი იქითკენ, რომ აი მაგალითად პედიატრმა გაუწერა წამალი, როგორ უნდა მისცეს შვილს და ამ დროს ის მოტრიალდა, ინტერნეტში შევიდა და ფორუმზე ან რაღაცა ჩატში, სადაც არც კი იცნობს ადამიანებს, რომლებიც რა თქმა უნდა ექიმები არ არიან, სვავს კითხვას, რომ ექიმა ჩემ შვილს ეს წამალი გამოუწერა და მივცე. ხო, აი რა არის ამისი მიზეზი ხათუნა? ხო, თითქოს ვიღაცის დამოწმება ჭირდება, მაგრამ ადამიანები ეს გააზრებულად არ უნდობლობა, მაგრამ კარგი მედიცინისადმი უნდობლობა, მაგრამ ნდობა ვიღაცის? ანუ ვისაც არის სრულიად გაუგებარია. თითქოს რაღაც უმრავლესობის დამოწმება ჭირდება ადამიანებს. აი რაღაც ესეთი ფენომენიც არსებობს, მაგრამ ზოგადად ადამიანების მართალი ხარ შენ სიახლეზე კარგად რომ არ რეაგირებენ და თავიდან კრიტიკით რო ხვდებიან, ეს ძალიან ცნობილი ფაქტია. აი ხა დღეს მაგალითად ცნობილი გახდათ გუშინ რო გარდაიცვალა თემურ უგულავა, ჩვენი ქვეყნის და ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა, ბიზნესმენი, ასე ვთქვათ, ქველმოქმედი, ძალიან კრეატიული ადამიანი და თუ გახსოვს სანამ ის გააკეთებდა ამ ცნობილ სტამბას, რომელიც არის ძალიან კოლორიტული ადგილი დღესდღეობით, კი, ასე ვთქვათ, ტურისტული ცენტრია, ტურისტები მოდიან ამ სტამბის ანახავად და სხვა ქვეყნებშიც, სადაც საქართველოს ყურმოყრით იციან, გაგებული აქვთ, რომ რაღაც ქარხნები და სტამბები და ფაბრიკები ძველი იქნა გადაქცეული ესეთი ახალგაზრდობის თავშეყრის ადგილად. არა მარტო ახალგაზრდობის, კი, არა მარტო ახალგაზრდობის და როდესაც ეს ძველი გამომცემლობის შენობა უნდა გადაკეთებულიყო იმ შენობად, რომელიც ეხლა არის, ძალიან დიდი ამბავი იყო ატეხილი, რადგან ადამიანები არც კი ისმენდნენ, არც კი იაზრებდნენ, უბრალოდ რაც იყო, ის უნდა ყოფილიყო და დამთავრდა. ამიტომ ადამიანებს ამ სიახლეების შიში აქვთ და ზოგადად ინოვატორი ვინც არის და ვისაც აქვს ახალი იდეები, ის ასე ვთქვათ, მას უნდა კონდეს ძალიან სერიოზული მდგრადობა, იმიტომ რომ პირველი ის აუცილებლად გაივლის კრიტიკას და ყველაფერი ჯერ გადის კრიტიკას, ნებისმიერი ლიდერი, რომელსაც მერეტაში დაუკრეს, ჯერ თვლიდნენ გიჟად, ასე ვთქვათ. და მერე კი, მას მიყვებოდნენ, ამიტომ ეს ჩვეულებრივი ფაქტი არის. მდგრადობა და არგუმენტები, თუ არგუმენტებია ამ შემთხვევაში. იცი, ვიღაცას ჭირდება არგუმენტები, შველის, რა თქმა უნდა, ვიღაცა არც ისმენს არგუმენტებს, ანუ ესეთი აღმოსავლური გამონათქვამი იყო, რომ არსებობს გარკვეული ნაწილი ადამიანებისა, რომელიც ვერ ხედავს, აჩვენებ და ვერ ხედავს, ეუბნები და არ ესმის. არის მეორე ნაწილი საზოგადოების, რომელსაც აჩვენებ და ხედავს, ესმის, მაგრამ ვერ იაზრებს. ხდები ესეთებიც არის. ანუ არ ესმის და ვერ ხედავს, გამოდის. არის გარკვეული ნაწილი. აი ხარ რეუნები, რომ მაგალითად საშველი შენი თუ შედეგი, აი ესე გააკეთე და აი მე ესე გავაკეთე და მიშველა, არც მოსინჯავს. ხდები? იმიტომ რომ თვლის რომ
არ თulis არაფერს, უბრალოდ არ მოსინჯავს. მე მქონდა სხვა ჩემს გავსი შემთხვევა ძალიან ბევრი, რადგან იცი შენ რომ ჩემი ტრენინგ ცენტრი იყო პირველი ტრენინგ ცენტრი ნამდვილად საქართველოში, ვიცი. როდესაც ფსიქოლოგიური ტრენინგ ცენტრი თვითონ ეს ფრაზა უკვე იწვევდა რაღაცა უცნაურ დამოკიდებულებას, რომ რაღაცა გაურკვეველი წარმოშობის სექტა უნდა ყოფილიყო ეს. კი, ნამდვილად. ხო და თუ იმ სექტაში კიდე ასწავლდნენ რომ ყველაფრისთვის პოზიტიურად შეეხედათ, ხო კიდე უფრო გაურკვეველი წარმოშობის იყო და მე მახსოვს, ხო, ძალიან უცნაურად აღვიქვავდნენ და მე ნელ-ნელა ეს შემოვიდა და დღეს ისეთი ბედნიერი ვარ, რომ ამდენი პიროვნული განვითარების ცენტრი, ამდენი ტრენინგი არსებობს, ძალიან ბევრი. მაგრამ თავიდან ეს იყო ძალიან რთული, იმიტომ რომ თითქოს საზოგადოება გრიყავდა. და თითქოს რაღაცა დაცინვით გიყურებდნენ, მე რაღაცებს გაბრალებდნენ, მე მახსოვს რომ რამდენიმეჯერ ჩემთან სტუმრად სასულიერო პირებიც მოვიდნენ, იმიტომ რომ მათთან აინტერესებდათ, ხო? კი, იმიტომ რომ მათთან მრევლმა მიიტანა რაღაცა არასწორი ინფორმაცია იმის შესახებ, რაც ხდებოდა და ძალიან ესეთი მაღალი რანგის სასულიერო პირები გავიცანი და დავმეგობრდით. ბოლოს ჩვენ ყოფილ პატრიარქთან უწმინდესთან და უნეტარესთან ილია მეორესთანაც მოვხვდი და ნუ ასე დავმეგობრდით. აი ამ კრიტიკულმა სიტუაციამ დამამეგობრა ძალიან სერიოზული რანგის სასულიერო პირებს და მათ შორის პატრიარქიც გამაცნო. მადლობა ამ დაბრკოლებას და იმიტომ რომ რაღაცა სიტუაციები მე რაღაცას გვაძლევს. იმიტომ რომ ადამიანები სიახლეებს თავიდან ვერ იღებენ. ეს უნდა ვიცოდეთ, ყველა ვინც არის ინოვატორი, ვინც მოღვაწეობს იმ სფეროში, რომელიც ახალია, ჩვენ ვკვალავთ გზას. გზის გაკვალვა არ არის მარტივი, მაგრამ როდესაც გაკვალავ ამ გზას მოიხედავ და შენ გაკვალულ გზაზე ბევრი ადამიანი გაივლის, შენ მიხვდები რომ ეს ამათ ღირდა. აი ეს შემიძლია ვთქვა ამ თემაზე მხოლოდ. ნამდვილად. იცი რა მაინტერესებს? ზოგადად ასაკთან დაკავშირებით დასვეს კიდევ კითხვები, ანუ რა ასაკიდან შეიძლება მაგალითად გოგონებმა რომ ცხვირის წვერი აიწიონ, ხო იცი ძალიან მოდაშია რომ ცხვირის წვეთი ავწიოთ და მაგალითად ხანდაზმულობა თუ აქვს ამ პროცედურას. იცი რა არის, რა თქმა უნდა, იქ არის პროცედურები, რომელსაც თავისი კონკრეტული ასაკი ჭირდება, მაგრამ არის რაღაცა პროცედურები, რომელიც თავისუფლად შეიძლება ნებისმიერ ასაკში, ნუ რა თქმა უნდა 10 და 12 წლის ასაკის 15-16 15-16-ით შეიძლება ხარ, რაც შეეხება ცხვირის წვერის აწევას, რაც უნდა თქომე, ხო? საერთოდ უკეთესია, რომ პაციენტი იყოს სრულწლოვანი. უკეთესია, რა თქმა უნდა, მაგრამ რაღაცა მსუბუქი პროცედურები აუცილებლად შეიძლება. ეხლა რაც შეეხება ნახე, მსუბუქი და არამსუბუქი რა არის? აი რა არის? ნუ ესეთი აი მსუბუქი და არამსუბუქში მაგ მხედველობაში რომ ეხლა დავუშვათ შეიძლება ყოლია ასეთი პაციენტები რომ აი ბავშვისთვის 15-16 წლის ბავშვისთვის არის უზარმაზარი ზუსტად ეხლა ცხვირი რო ახსენე, ამაზე გამახსენე და რომ არის ძალიან დიდი ტრაგედია, არ მოსწონს თავისი თავი, არ მოსწონს თავისი ცხვირი და მასაკში როგორ და ამ ასაკში ხო აი ვიღაცა დასცინის, ანუ გონია რომ ვიღაცა დასცინის და ეს მისთვის არის ტრაგედია. ამ შემთხვევაში თვითონ მშობელს მოუყვანია ჩემთან და გაგვისწორებია. სუბუქს ვამბობ იმას, რომ შედარებით მსუბუქად კეთდება, შედარებით, ნუ აი ესეთი საფუძვლიანი პროცედურა არ ტარდება. ის რომ შეიძლება კიდევ დაიბარო, აი ამ შემთხვევაში შეიძლება პატარა რაღაცა გამოუსწორო და ის უკვე ბედნიერი მიდის და ბედნიერად აგრძელებს ცხოვრებას. იმან რომ იცის რომ უკვე ის აღარ არის რაც მას არ მოწონდა, ან კიდევ ვიღაცა მისთვის ავტორიტეტულს თავისუფლად შეიძლება რომ ის ძალიან ბედნიერი იყოს. ყოფილან ასეთი პაციენტები, რომლებიც 15-16 წლის მოსულან 21-22 წლის და 35 წლამდე მერე საერთოდ აღარ მოსულან და არც ჩაუტარებიათ ეს პროცედურები. კიდევ აი მაგალითად ბოტულინოტოქსინის პროცედურები. ბოტულინოტოქსინი საერთოდ ნევროლოგების არის. და თვეების ბავშვებს სპასტიური დამბლების თუ სხვადასხვა დაავადების დროს ასობით ერთეულს უკეთებენ. ამიტომ შეზღუდული ასაკობრივად არ არის ნებისმიერ ასაკში, სადაც არის ჰიპერტონუსი და ძალიან აწუხებს ადამიანს თავისუფლად შეუძლია ჩაიტაროს პროცედურა 2-ჯერ 3-ჯერ მიყოლებით და შემდეგ 1-10 წლით დაისვენოს. ეხლა რაც შეეხება ასაკობრივ ზღვარს, უკვე ზედაზღვარს ვამბობ, ხო? ზედაზღვარი ფაქტურად არ არსებობს, ნუ რა თქმა უნდა შედეგი, როდესაც გვიან იწყებს ადამიანი ამას, შედეგი შეიძლება ისეთი სწრაფი და ისეთი ხარისხიანი არ იყოს, როგორც სიტყვაზე უფრო ადრეულ ასაკში დაწყებული.
რა თქმა უნდა, პატარა პრობლემა რო არის, მოკლედ რო ჭირდება და უფრო ხარისხიანად ბრუნდება ეს ყველაფერი უკან და როდესაც უკვე სერიოზული პრობლემაა, იქ ეტაპები ჭირდება. გაცილებით მეტი ეტაპი, მეტი დრო, მეტი პრეპარატი და ასე შემდეგ და შედეგიც ხა ისეთი არ არის, მაგრამ მე მაგალითად მყოლია 70 კი არა 80 გადაცილებული პაციენტებიც კი ერთი მახსოვს ერთი კაცი რომელიც მოვიდა 86 წლის და უნდოდა ცხვირის გაკეთება. და ასე მითხრა რომ ეს იყო მისი ოცნება, რომ ცხვირი გაეკეთებინა, გავაკეთეთ ორ ეტაპად, ისე როგორც მე მუშაობ, გავაკეთეთ ორ ეტაპად და ეს კაცი წავიდა უბედნიერესი, სულ თვალები უციმციმებდა, უბედნიერესი და ეს მისთვის არ იყო უკვე გვიანარი რაღა დროს ჩემი ეს არის. ასე რომ თავისუფლად შეუძლია ყველას, ვისაც ამაზეც გქონდა ჩვენ საუბარი, ყველას ვისაც სურს, მაგრამ რა თქმა უნდა, მობძანდეს და ჩაიტაროს პროცედურები, მაგრამ რა თქმა უნდა, არის რაღაცები, რაზეც ძალიან ხშირად ვეუბნები უარს პაციენტებს. თუ მაგალითად, ნუ მაგალითად თუნდაც ასაკი, რაღაცა კონკრეტული, აი ეხლა მე ძირითადად მუშაობ რაზე, ხო? სახის რეკონსტრუქცია და არა ახალი სახის შექმნა. ეხლა როდესაც მოდის 20 წლის გოგო ან 18 წლის გოგო და მეუბნება რომ მე მინდა ვიღაცისნაირი ეს არის გამორიცხული. ამაზე მე ყოველთვის უარს ვეუბნები. როდესაც მოდის ვიღაცა და მეუბნება რომ სახის შეცვლა. ხო, აი სახის შეცვლას რაც შეეხება, ხო, როდესაც მოდის და მეუბნება რომ მე მინდა ვიღაცისნაირი ეს უზარმაზარი ტუჩები, ნახე რა ხდება. შენ მე ყოველ შემთხვევაში მე კარგად გამომდის ის საქმე, რომელიც მე ძალიან მაინტერესებს და ძალიან მიყვარს. შენ თუ მე დამავალებ ისეთ რაღაცას, რაც მე არ მომწონს, ნახე, რასაც არ ვიზიარებ, მესმის. ხო, ნახე, რასაც არ ვიზიარებ, კი არა, მე და შენ, როდესაც შენ ჩემი პაციენტი ხარ, ხო? მე და შენ ზუსტად ერთი ხარისხით, გვაქვს ერთი და იგივე მოლოდინი და სურვილი, რომ შედეგი იყოს ზუსტად ერთნაირი ხარისხით გვინდა, რომ შედეგი იყოს საუკეთესო. მე თუ ჩემი გაკეთებული არ მომწონს, იმას საერთოდ არ ვაღიარებ და ვერც სიხარულით ვერ გავაკეთებ იმას, რაც არ მაინტერესებს. არც ვაკეთებ პრინციპში. და აი ამ შემთხვევაში ვეუბნები ხოლმე უარს პაციენტებს. იმიტომ რომ შენ რო ჩემთან მოდიხარ, მე და შენ სულ ცოტა ამ საკითხში ერთნაირი გემოვნება უნდა გქონდეს და ერთი და იგივე უნდა გვინდოდეს იმისათვის, რომ შედეგი იყოს საუკეთესო. მეც კმაყოფილი დავრჩე და შენც ძალიან კმაყოფილი და ბედნიერი წახვიდე. ძალიან საინტერესოა ამ ყველა თემაზე საუბარი და მე მინდა დავაანონსო, რომ ჩვენი შემდეგი გადაცემა მივუძღვნათ ეგრეთ წოდებულ ტოქსინს, ბოტულინო ტოქსინს, რადგან იმდენად ვრცელი ყოფილა ეს ყველაფერი, პირველად რომ გავიგე, რომ ეს არის მკურნალობა და არა ნაუჭების გასწორება. ბოტულინო თერაპია. ეს არის ნამდვილი თერაპია. კი, ასევე რომ გავიგე, რომ თურმე 6 თვეში ერთხელ კი არ უნდა მიხვიდე სპეციალისტთან, არამედ 2 თვეში ერთხელ თუ მიხვალ, შეიძლება ძალიან დიდი ხნით გაიხანგძლიო მე შუალედი და აღარ დაგჭირდეს. 2 თვეში ერთხელ კი არა, აი დაუშვათ დაბრუნდა მიმიკა, ხო? 2 თვეში მობძანდები, ამაზე ვილაპარაკებთ უფრო გაშლილად ყველაფერზე. მოხვედი, ხო? მაშინ, როდესაც შეამჩნიე რომ უკან ბრუნდება. შემდეგი პროცედურა უკვე ერთი თვით გვიან გახანგრძლივდება. და იმდენით საინტერესო დეტალი მოვისმინე, ვფიქრობ, ჩვენი მსმენელისთვის ძალიან საინტერესო იქნება პროფესიონალის აზრი ამ თემაზე. მით უმეტეს 40 წელს ზევით აუცილებლად უნდა ვიცოდეთ ყველაფერი, რაც ჩვენგან და ჩვენ ნაოჭებს ეხება და მივიღოთ გადაწყვეტილება, გვინდა გქონდეს ისინი, არის ჩვენი სიმდიდრე თუ მზად ვართ რომელიმე მათგანს შეველიოთ. მე მინდა გითხრათ კიდევ ერთხელ, რომ ჩვენი პოდკასტის სპონსორია კლინიკა KM, სადაც შეგიძლიათ ჩაიტაროთ გამაახალგაზრდავებელი სხვადასხვა ტიპის პროცედურები პროფესიონალების ხელით და უმაღლეს დონეზე და ყოველ 4 შაბათს გვიყურეთ საღამოს 8 საათზე 40+. გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი, რომ არ გამოგჩეთ სიახლეები. და აუცილებლად დაგვისვით კითხვები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის და ასევე თქვენთვის. დროებით.